გამარჯობა. საშუალო არითმეტიკული იცით რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ხშირ შემთხვევაში. ანუ ჯამი გაყოფილი რაოდენობაზე. და გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ურთიერთგამომიწყავი კრიტერიუმების შემთხვევაში ელემენტარულ მათემატიკურ შეცდომას უშორთ ხოლმე. როგორ ავირიდოთ თავი, ან როგორ ვიპოვოთ უკეთესი გამოსავალი, ამას გავიცნობთ ჩემს ვიდეოში. მე გიორგი ვარ თათუკიშვილი და თქვენ ყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. მოდით ვნახოთ რაზეა საუბარი. აი მაგალითად ავიღოთ რაღაც კონკრეტული მონაცემები და ვთქვათ რომ გვინდა მაგალითად ამ მონაცემების მიხედვით average-ის ანუ საშუალოს გამოთვლა. ცხადია თუ უბრალოდ საშუალოზე ვლაპარაკობთ, რომელიც average-ია და მთლიანი სვეტის მონაცემებს გულისხმობს, ის დააჯამებს და გაყოფს მათ რაოდენობაზე. მაგრამ საუბარია კრიტერიუმების მიხედვით საშუალოს გამოთვლაზე. მოდით ავიღოთ მაგალითად TBC ბანკი და ავიღოთ მაგალითად ქალბატონები და ასევე ავიღოთ საქართველოს ბანკი და ავიღოთ მაგალითად მამაკაცები. ამ შემთხვევაში თუ მივმართავთ ფუნქციას, რომელიც არის average if-ი, ორი კრიტერიუმით, ამიტომ მრავლობითი if-ით და შემდეგ ვეტყვით average range-ში დეპოზიტის სვეტი, სადაც მაგალითად სქესი, ან მოდით ჯერ ვთქვათ ბანკი იქნება TBC, ხოლო შემდეგ მაგალითად იქნება სქესი, რომელიც გვაქვს ამ შემთხვევაში female და მივცემთ OK-ს. რა თქმა უნდა, გამოვიდა საშუალო არითმეტიკული, გამოვიდა ასევე მეორე საშუალო არითმეტიკულიც ამის მიხედვით და საბოლოო ჯამში გამოვიდა average if-ი, უბრალოდ average-ი, რომელსაც აი ასე გამოთვლიან ხოლმე და ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ საშუალო არითმეტიკული ამ მონაცემების მიხედვით არის ესეთი. სინამდვილეში კი ეს არ არის რეალურად საშუალო, ამიტომ ეს რეალური საშუალო რო გავიგოთ, შეგვიძლია მინიმუმ ერთი, ასე ვთქვათ, არა სწორი, მაგრამ რეალურად ცოტა გრძელი გზა გამოვიყენოთ. ესეთ შემთხვევაში საუბარია, როდესაც ვიყენებთ ფუნქციას, სადაც თუ მაგალითად ბანკი ტოლი იქნება TBCC გაყინვით და ასევე სქესი ტოლი იქნება female-ის გაყინვით, ან მეორე შემთხვევა, როგორც ვთქვით, რომელიც ორ ფუნქციაში უნდა შევუშვათ, ანუ ეს არის ორ ფუნქცია და მეორე შემთხვევა, როდესაც ვეტყვით, რომ თუ end-ში, მაშინ თუ პირიქით, თუ დავუშვათ ბანკი ტოლი იქნება Bank of Georgia-სი და ასევე სქესი ტოლი იქნება female-ის. როგორც ხედავთ, ფორმულაში ხან უჯრა გამოვიყენეთ და ხან ხელით ჩანაწერი. ნუ ერთი და იგივეა რეალურად. დავხურეთ ფორმულა, გავავრცელეთ და ცხადია, უკვე ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ დავუშვათ true მონაცემებს იმას, ვინც რეალურად გვაინტერესებს. შეგვიძლია გამოთვალოთ ფუნქცია average if-c, ამ შემთხვევაში თუნდაც მხოლობითი და უთხრათ, რომ მაგალითად გვითხარი, სადაც range-ში არის true, რა არის მათი დეპოზიტების საშუალო არითმეტიკული და მივიღეთ უკვე აი ეს რიცხვი. როგორც ხედავთ, ამ და ამ რიცხვებისაგან განსხვავდება და ის არ არის, ასე ვთქვათ, იგივე, მაგრამ მე მგონი TBC-ის შემთხვევაში გვქონდა female და აქ გვქონდა male. და მოდით ვნახოთ, დიახ, აი შევცვალოთ და ფორმულა გავავრცელოთ male-ის შემთხვევაში. და აი აქ უკვე მივიღეთ 7535.135, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს მაინც იგივე არ არის. ამიტომ აი ეს მცირედი ცდომილება, თუნდაც, მაგრამ რეალურად გვაქვს. როგორ ავირიდოთ ეს ცდომილება, იმიტომ რომ რეალურად ეს არ არის სწორი. და როგორ გამოვთვალოთ ეს მონაცემი სწორად. ამისათვის გვაქვს მაგალითად ფუნქცია, რომელშიც დაგვჭირდება ამ ცხრილში, რომ ეს არის ბანკი, აქ კი დაგვჭირდება, რომ ეს არის gender-ი და ამ კრიტერიუმების მიხედვით უნდა გამოვიყენოთ ფუნქცია სახელად the-average. The-average ფუნქციაში ვნიშნავთ მთლიან ჩვენს ბაზას, კრიტერიუმის field-ი ეს არის დეპოზიტი, რომელიც შეგიძლიათ ესე მიუთითოთ, ან თვითონ სიტყვა დეპოზიტი, ან გადათვალოთ მე რამდენია მონიშნულ ცხრილში და criteria კი აი ამ ფორმით მიუთითოთ. დაწვევით OK-ს და ამ შემთხვევაში ზუსტად იმ შედეგს მიიღეთ, რა შედეგითაც მე ასე ვთქვათ, კუსტარული მეთოდით გამოვთვალე, მაგრამ რა თქმა უნდა, ის მეთოდი იყო სწორი მეთოდი და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ორი სხვადასხვა average-ის გამოთვლა და შემდეგ მისი კიდევ average-ში შეყვანა. მადლობა ყურადღებისათვის, არ დაგავიწყდეთ, მოიწონეთ ვიდეო, გამოგყვეთ არხზე და გელოდებით ტრენინგებზე. მომავალ შეხვედრამდე.